ალან ათელაშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა დღეს მსვლელობა მოაწყვეს და ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს. ალან ათელაშვილი ახლა ჩვენი სტუმარია. საღამოშიდობისა ბატონო შალვა, მოგესალმებით. გამარჯობათ ქეთი, წარმატებებს გისურვებთ. ბატონო შალვა, თქვენი დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნით მინდა დავიწყო. რატომ ახალი საპარლამენტო არჩევნები? ქეთი, იმიტომ რომ ქვეყანაში შექმნილია რევოლუციური სიტუაცია. ეს ნიშნავს, რომ ზედაფენებს აღარ შეუძლიათ არა მარტო ძველებურად მართვა, არამედ ვერანაირი მართვის უნარი მათ აღარ გააჩნია და საერთოდ აღარ მართავენ ვერაფერს. ხოლო ქვედაფენებს არა მარტო აღარ შეუძლიათ ძველებურად ცხოვრება, არამედ მათ ზედაფენების ატანაც კი აღარ აქვთ და თუ ასე გაგრძელდება, მაშინ მათ მოუწევთ უკვე სხვა გზებით წასვლა ხელისუფლებიდან უფრო არასასიამოვნო ფორმები და მეთოდები. არა საარჩევნო გზებით, როგორც ეს ხდება იმ შემთხვევებში, თუ არ მიდის უნარო, კორუმპირებული, ქვეყნის დამღუპავი, არაფრის მაქნისი, არჩევნების გამყალბებელი და უზურპატორული ხელისუფლება. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი ეს დღევანდელი აქცია, ხედავთ ხო, რამდენი ხალხი მივიდა ივანიშვილის სასახლესთან. იყო ორგანიზებული ნაუცბათებად 2 დღის სამუშაო გავწიეთ პარასკევი შაბათი მეტი დრო არ ქონდა და თბილისის ერთ-ერთი პატარა რაიონის აქტივის ხარჯზე იყო გაკეთებული. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ეს გამოგვეცხადებინა წინასწარ, დაგვიანონსებია Facebook-ში, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან ჩამოგვეყანა ისე მსურველები რამდენი მოვიდოდა და რევოლუციას მეტი არაფერია. ეს დაიწყება და რევოლუცია თუ იწყება, მას ვერავინ და ვერაფერი ვეღარ ამთავრებს. მათ შორის რევოლუციის ორგანიზატორებიც, მიტინგის ორგანიზატორებიც ვეღარ გააჩერებენ და დღეს, როდესაც ხალხს თავზე გადაამხეს და გადაახიეს ყველა დაპირება, აი მაგ სუფრაზე, რომელიც იქ დავდგით, მაგიდა და ის რო იყო დაპირებები, სუფრა გადაფარებული, აი იქ ყველაფერი ეს ხალხის გულში აღბეჭდილი. მარტო იმ სუფრაზე კი არ იყო დაწერილი. ის უფასო ფული, ის დაბალპროცენტიანი კრედიტები, ის სამუშაო ადგილები, ის განახევრებული ტარიფები, ის საოცარი მეოთხე წელი, ის სასწაული ცხოვრება, ყველაფერი არის ხალხის გულებზე დაწერილი, ამოტვიფრული და ხალხი ასე მალე ამას და ასე დაუსჯელად არ დატოვებს და ხალხი არ დაივიწყებს ამას და შესაბამისად ეს პროცესი მწიფდება. მით უმეტეს, ეხლა როგორი სიტუაცია, იცით, აი ეხლა ემოციების გარეშე რომ ვთქვათ, მკვლელმა მოკლა მსხვერპლი და დგას იქვე და არ უშვებს სასწრაფოს დასახმარებლად და რეანიმაციისათვის. აი, ზუსტად ასე მოხდა, ეხლა როცა რუსეთის ელჩი კარლინი მოკლეს თურქეთში, ანკარაში გამოფენის დროს, მკვლელი იჯდა, ედგა თავზე და არ უშვებდა ექიმებს და ის შეიძლება გადარჩენილი იყო, მაგრამ გარდაიცვალა, ექიმები არ მოუშვეს ახლოს. აი, ისეთ სიტუაცია აქაც. ფაქტურად მოკლეს ქვეყანა, განადგურეს ეკონომიკა, კოლაფსში მოაქციეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აფეთქეს ეროვნული ვალუტა, ლარი და ერთლარიანი პროდუქტი გახადეს 2 და 3 ლარი და კიდევ არ უნდათ წასვლა და კიდევ არ უნდათ მოუშვან რეანიმაცია და სასწრაფოდ გადამრჩენი ბრიგადა სხვა პოლიტიკური ძალის სახით. შესაბამისად, როცა ეს ყველაფერი ემთხოვა ერთმანეთს და არ შეუძლია მართვა, არ უნდა წასვლა, ცოდვაზე ამატებს ერთმანეთს, ეს უკვე რევოლუციური სიტუაცია და საფუძველი ამ ხელისუფლების წასასვლელად და ახალი არჩევნებისათვის აი იმაზე მეტია, რამდენიც შეიძლება საჭირო იყოს. პირველი, არჩევნები გაყალბებულია. აგერ თქვენი მონამორჩილი ლეიბორისტული პარტია არ შეუშვეს პარლამენტში, ეს თელმა მსოფლიო მიცის, ხო? კიდევ სხვა პარტიები არ შეუშვეს. ყველა პარტიამ შეაფასა არჩევნები გაყალბებულად. ეს უნიკალური შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში სპეციალური დეკლარაციით, რომელიც მიიღეს რამდენიმე კვირის წინ, ხო? გარდა ამისა, რომც კანონიერი გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ის ეკონომიკური კოლაფსი, ის კრიზისი, რაც მოხდა აი ამ 2 თვეში, საკმარისი იყო 4 მთავრობის შესასრულად, მინიმუმ 2 მთავრობის შესასრულად. ასე მოხდა საბერძნეთში, როდესაც იქ დაიწყო კრიზისი, ის ცნობილი მოვლენების დროს, რამდენი მთავრობა შეიცვალა, რამდენი არჩევნები ჩატარდა, რამდენი პრემიერი გადადგა. ასე მოხდა იტალიაში, როცა დაიწყო რეცესია მათი ეკონომიკის, ტექნიკური პრემიერები მართავდნენ 2-3 იცვლებოდნენ პატაპუნტით. ასე მოხდა იმ დღეს გავიხსენე არგენტინაში პესო რო გაუფასურდა 7 თვეში 7 პრეზიდენტი შეიცვალა. სად გაგონილა ლარი და 66 ღირდა დოლარი და ეხლა ავარდა 3 ლარზე, ხო? და ეს თავრობა ისევ ზის და არ იფიქროთ, ლარის კურსზე თქვენ ფასებს მიაქციეთ ყურადღება. ხასი არ ხდება, ისტორია ასე არ იწერება. ასე აკეთებენ თვითმკვლელები.
და მე ვთვლი რომ ეს ხელისუფლება არის თვითმკვლელი, მას თავის არ უყვარს ამ სიღორის გამო, ამ სიხარვის გამო, აი ამ მილიონების და მილიარდების ძიებაში უკვე დაგარგეს აი საკუთარი თავის მოფრთხილების ნიჭი და უნარიც და ეხლა ამაზე გამახსენდა ეს ღორი შესანიშნავი ცხოველია, რაზეა საუბარი, მაგრამ თვითონ მეტი საქმე არ ქონდეთ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა დადგენილება ღორების პასპორტიზაციის, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების და ლამის პენსიების გაცემის შესახებ, როცა ხალხი იყო წება ჩიმჩიმი. თქვენი სტრატეგია და ბრძოლის ფორმა არის მასშტაბური აქციები, რაზეც თქვენ საუბრობთ. თქვენ ვისთან ერთად აპირებთ ბრძოლას ამ მიმართულებით? ვიმეორებ, რომ ჩვენი სტრატეგია არის ხელისუფლების შეცვლა. იმ მიზნით, რომ ქვეყანა გამოვიდეს არსებული კოლაფსიდან, არსებული კრიზისიდან. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც წესი, კრიზისის დროს, ეკონომიკური, ფინანსური, პირველ რიგში პოლიტიკური კრიზისი რო არის და სახელმწიფოებრივი კრიზისი რო არ ნახული გვაქვს და სახელმწიფოს მართავს ფარული მართველი, კრიმინალი, ჯაგებში დამალული, რომელსაც საკუთარი ლანდის ეშინია, რომელიც იძულებით გამოდის არჩევნების წინ ეს კრიმინალური ხროვა შეინარჩუნოს და ძირითადად ლეიბორისტულ პარტიას აკეთებს აქცენტს, რომ ჩვენ იმაში ვართ, ნაცებთან ვართ ალიანსში და ამ დროს ნაცებთან 1 საათის წინ არის შენახვედრი და ბოკერიასთან გარიგება აქვს დადებული იმის თაობაზე, რომ სრული კოჰაბიტაცია მოახდინონ. აი ასეთი პიროვნება უკვე სახელმწიფოს მოსაფლავია. ფაქტურად სახელმწიფო დაამთავრა ივანიშვილმა. ფაქტურად სახელმწიფო იყიდა. ხელისუფლების ყველა შტო იყიდა. ყველა პოლიტიკური პარტია იყიდა ლამის. მთელი ხელოვნება იყიდა. მთელი სპორტი იყიდა და ასე უსასრულოდ ვერ ვაყიდიებთ ქვეყანას და მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის, რომ პირველი ხალხი ვიმეორებ არ პატიობს აი ამგვარ ცოდვებს. მეორე, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის, რაც ჩვენ ვიცით. ჩვენ კი ვიცით ის, რომ არავითარი ლარის კურსის გაუფასურება ეკონომიკური მიზეზების გამო არ მომხდარა. ეს მოხდა შეგნებულად და განზრახ. ივანიშვილმა მილიარდები შეო ამ გაუფასურებით. 9 მილიარდზე მეტი მოგება მიიღეს ბანკებმა ამ 2 თვეში. როდესაც ჩვენი ხალხი აი ამ ვაებაში და ამუბედურებაშია. მათ შორის ყველაზე მეტი მოგება მიიღო ქართულ ბანკმა და აი იქ სადაც სასახლეა ორი წუთი მომეცით კიდევ გთხოვთ. აი იქ სადაც მოწყობილი აქვს 64 მიწიერი ურეკში გრიგოლეთთან იმას რა ქვია ვიზირა ივანიშვილს, იქ სულ რამდენიმე კილომეტრში კაცმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ მეუღლის სათვის 200 ლარი ვერ იშოვა. მეუღლის კიბოთია დაავადებული მე-4 სტადიის და 200 ლარი არ მისცა გამგეობამ. და მაინტერესებს თვითონ აი ამ პიროვნების ივანიშვილის ფსიქიკა. როგორ უნდა მიუჯდე არგენტინიდან ჩამოყვანილი მზარეულებით შექმნილ ხელოვნების ნიმუშს სახაწლო სუფრას შენ სასახლეში, როგორ უნდა მიუჯდე, როგორ უნდა დაპატიჟოს მლიქნელი ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია ეს, ვინც ახვევია გარშემო და ვისაც აფინანსებს მთელი თავისი ცხოვრება, ის 3500 კაცი იქიდან კიდე არჩევები ყავს, პირადი ისინი, რა ქვია, პირისფარეშები. როგორ უნდა მოკიდო ლუკმას ხელი, როცა მთელი საქართველოს შერიხდება ახალწელს, აი იმ ისეთ სუფრაზე, როგორი ჩვენ დღეს იქ ვნახე და მე მინდა მას გავახსენო, ხა შედარება უხეშია სად მეჰმედ მეორე მეჰმედ მეორის პრეცედენტი, ეს სულთანი იყო თურქეთის, რომელმაც კონსტანტინოპოლი აიღო და საფუძველი ჩაუყარა ოსმანთა უზარმაზარი იმპერიის შექმნას, რომელიც მაროკომდე, აფრიკის სანაპირომდე გადიოდა. რომ მოკვდა სიკვდილის წინ დაიბარა, რომ მუსულმანური ტრადიციით უნდა შეახვიონ, ხო? იმაში მიცვალებული ხელები გამომიჩინეთ, არ შემოხვიეთო. და მომატარეთ ყველა ქუჩა, რომ დაინახოს ხალხმა, რომ მე ამ ქვეყნიდან არაფერი არ მიმაქვს. აი ის დიდი პიროვნება იყო. და ამას იმის უნარიც არა აქვს, რომ აი ამ დარჩენილ პერიოდში ადამიანის ცხოვრება არის სულ მცირე რაღაცა, ის სოდვები რაც ჩაიდინა, ის ყაჩაღობა, ის კურდობა, ის მოტყუება, ხო? რაღაცით მაინც გამოოსწოროს და გახდეს ქველმოქმედი და გამოიტანოს თავისი ათეულობით მილიარდიდან გარკვეული თანხა და ეროვნული ვალუტა ახალი წლის წინ მაინც გაამაგროს სამუდამოდ. შესაბამისად, აღარ მას არ უნდა მოქმედებას ვიწყებთ ჩვენ და აბა ნახოთ ვისი აჯობებს. დიდი მადლობა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა და ოპოზიციის პრეტენზიები გამოიყენებს თუ არა მმართველი გუნდი კომისიას